მოგესალმებით მეგობრებო, X5 ყავს, მოკლედ, მდგომარეობას განახებთ ღებავთ. ვამპერი, მოკლედ, ესე დაზიანებული იყო, აღდგენილია ესე. შიგნით ნაკეთებია ესე ჩანს ფაქტიურად, სულსაც გაკეთებული ექიდან გამომდინარე. მცირე რაოდენობა წავიდა შპაკლი ამაზე, რაც შეეხება უკანა ბამპერს. პატარა გასმული ხონდა, რატო შეგელი ხონდა, აქაც ფაქტიურად არ წაისო შპაკლი. ეს წინა ბამპერის თავის დამატებით ნაკლადგებია, ეს კარნიზი, მოკლედ. Აქაც ბამპერები მოვჭით, რაც შეეხება კაპოტს, კაპოტის ზემოდან გასწორდა ცივად. აქ არის ფორმებია ესე მივეცით მაქსიმალურად დავხოცეთ, ზედა მხარე არ უნდა შეიღებოს, რო პრიბორის ზომებში დაჭდეს, რო ამოწმებენ. მოკლედ, რაც შეეხება კრილოსაც ხებავთ პრიბორის ქვეშ, ანუ რო ამოწმებენ ხოლმე, რო იცით დადიან ხოლმე მაგნიტებით. აქ ქონდა მცირე დაზიანება, ეს ისე მაქსიმალურად გავასწორე. ფაქტიურად კრილოს მზად არის შესაღებად. კრილოზე შესაღებად, ან კრილოზე აღარ შეგნდება აღარც არაფერი, ეგრევე წავა თავის საღებავი და ლაგი და გრასკა, როგორც კეთდება და მოგვიწევს ფაქტიურად შეღება, ჯერ მანქანაზე პინაკოლა შეღებავ და მერე ბამპერს, იმიტომ ერთიანად ვერ დავტევ ამდენ რაღაცას ერთად ღუმელში რა. ხო და რაც შეეხება ღუმელში ჩვენი მხეცო გვიმზადებს მოკლედ ორფენია საღებავს, ნახოთ რაც გიკეთებს. ჩვენი მხეცოც აქ არის. მოესალმე ხალხს მაყურებლებს, რა სიტყვი ორი სიტყვით შემოგვიერთდი. გამორდებული ბიჭი ყოს არ ლაპარაკობს, მაგრამ ნენელა მივოჩვეთ მაგას. კარები გაასუფთავა, ვიღაცის ნაჩათლახები იყო ეს კარები. ხო ეგრეა. უკანა და წინა კარები მოუწია სულ გასუფთავება. ახლიდან ააწყო კარებიც, წინა და უკანა. ეს ახლიდან ჩაკერდა. აგვითომ ჩაკერებული იყო, ზემოდან ასროლი იყო. ეს ბოშის პეტლიც კი უკუღმა იჯდა, ნუ მოკლედ ნაჩალი-ჩარი იყო რაღაცა შეღებეს თავის რავი, აინახე როგორა გაკეთებული. აი ესეც კი შეღებეს, მოკლედ რაღაც საშინელება ხდებოდა რა, მაქსიმალურად დავხოცეს როგორ შეიძლებოდა ზაზურებში დავსვით, მოკლედ იდეალური მანქანა, უბრალოდ ცუდ ხელში მოხდა, ვერ გააკეთეს ისე როგორც იყო საჭიროდ. ბიჭებმა დასვეს, მომხეცომაც იუაშკაცად დაამუშავა, დაამზადა, ესეც კარებია. მოკლედ როგორც ხედავთ, მანამდე შეღებილი იყო და ეს ყველაფერი აატყავა, გაასუფთავა და დავაბაბანებთ მოკლედ ამ მანქანასაც და მომორჩებათ. ჩვენი ძმა შეფუთვას, შევვალთ, დავასხავთ და ერთ შევაფასოთ რა გამოგივა ეს ავტომობილიც. ხო ესეა მხეცო. დიმა, თქვი ერთი-ორი სიტყვა. კაი მეგობრებო, დროებით. მოკლედ შეიღება ეს მანქანაც ჩვენი მხეცოს დამზადებული მანქანა ღელავდა ბოლომდე აქ იყო ჩვენთან ერთად აი ესე ლამაზად შეგიფუთა აი ესე გემრიელად გაკეთდა მოკლედ აი ესე უკანა გრილო ესაც მისი ბამპერი ესაც კარნიზი, ესაც კარები. ისე უნდა დაგილაგაო, რომ გველივით უნდა გასისინაო ღუმელშიო. და მასისინა კიდევაც, შევღებეთ კიდევაც. და რავი, აი ესე რა, ფაქტიურად დავამთავრეთ. დარჩა ამ მანქანაზე აწყობა. აწყობენ ბიჭები. და ჩავარდება მოკლედ გლობელს თავისი მანქანა, ანუ გადასვლები გაკეთდა აი აქ, აი ფერის რა წდება, აქეთ უკვე თავის ქართული მოდის. რაც შეეხება უკანა კარებს, მთლიანად დავასხით, კრილოსაც რა თქმა უნდა მთლიანად დავასხით, კარებსაც რა თქმა უნდა მთლიანად დავასხით, ბამპერსაც და კარნიზსაც უკანა კრილოს მოტეხვა გავაკეთეთ, აი ესე ნახევარი დავასხით და დანარჩენი ხარი თავისი ფერი, თაზე გაზეთზეც არა ვართ გადასული. იქიდან გამომდინარე, ნუ ფერში სხვაობას მისცემდა, ანუ გაზეთი დაისვრებოდა. მოკლედ აი ესე გემრიელად გაკეთდა ეს ყველაფერი. ეს დუკასაც კი ეთყობა საღებავი, ანუ აქედან ესე გადავასხი თავის გადასვლით, რომ გემრიელად დამჭარიყო თავის გადასვლებში. მოკლედ ესე მეგობრებო, მადლობა ვინც უყურებთ ჩემ YouTube ხარს, გააზიარეთ, გაალაიქეთ და ასე შემდეგ. ო ეს უკანა ფრთის შეღებვა ხაზ გაუსო არაპირებდა შეღებვას. იყო ლაპარაკი ზუსტადაც უკანა კარზე უნდა გაგვეტეხა ნაჭრში. ანუ ვიღაცის შეღებილი იყო ესე პერეხოჩი ქონდა.
დაბრიზგული იყო, მოკლედ სკოლის კედელივით. ნუ რა თქმა უნდა, რაღაცა მხელა ხარჯი გადიოდა უკანაფთა აი ეს ზედა მხარე სტოიკიანად ჩვენგან ვაჩუქეთ. იქიდან გამომდინარე, რომ გვერდი მაინც ყოფილიყო ჯანმრთელი. იქიდან გამომდინარე, რომ ეს მანქანა მანამდე როგორი ნაკეთებიც იყო, ეს პეტლი ვაში უყუმათ იდგა, ტუალეტის კარებივით იკეტებოდა ეზოსი, ბოლომდე არ იკეტებოდა, ბრიჭა რჩებოდა და ბიჭებმა ის ყველაფერი დაულაგეს, გაუსწორეს. მერე ჩვენთან გადმოვიდა, ეს უკანაფთა არ უნდა შეღებილიყო. ჩვენ გადავწყვიტოთ შეღებილი ყოფილიყო, რომ ფერში მაქსიმალურად დამჯდარიყო. სხვაობა არ ქონოდა, იმიტომ თვითონ ეს ფერია, სერალიკი, შემჩუჟენას რო ეძახიან, ძალიან რთულია და აქ სხვაობას მისცემდა, როგორც რავი მეზობლის ჭიშკარია, ეგეთი რაღაცა იქნება, რაღაც საშინელება იქნებოდა. ეხლა რაც თავარია, ერთი გვერდი არის იდეალურად, ფერშიც იქნება იდეალურად. ნუ ეხლა კაპოთან ვერაფერს ვერ ვიტყვი, ზოგადად ეს ამ შემთხვევაში ჭირდება კაპოტის გადასვლა, პროფილი მაქსიმალურად დაჯდეს. ნუ აქ აი ესე ვიწრო კანტი რო მოყვება და არის ესეთი ტეხვადი, სულ ხახუნ ფერში იყოს, ოდნავ სხვაობა იქიდან გამომდინარე, რომ მოხრა აქ, ანუ კუთხე აქ ესე რა. მოკლედ ესე დასრულდა ეს მანქანა, დარჩა აწყობა, ბიჭები აწყობენ და გააძანენ პრობელს ამ მანქანას.